საქართველო არის სამოქალაქო ომის ზღვარზე. საქართველო არის სამოქალაქო ომის ზღვარზე. გიგონიათ ეს სიტყვები თქვენს და ქართული ოცნების ბანდის ბევრი მოწინააღმდეგეც აღნიშნავს ამას. მე ამ მოსაზრებას პრინციპულად არ ვეთანხმები. მე მგონია რომ არანაირი სამოქალაქო ომი მისი კლასიკური გაგებით არ შედგება. სამოქალაქო ომი რა არის? როდესაც ორი თანაბარ ძალის, თანაზომადი და თანაბარ რაოდენობიანი მეტნაკლებად ჯგუფები, ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ისე რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს საკუთარ მისიას, ვერ ახდენს პრევენციას, ან ვერ დგება შუაში და ვერ დააშორიშორებს ამ ორ ჯგუფს. დიახ, სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პოლიცია დღეს მართლაც ვერ ასრულებს საკუთარ მისიას აბსოლუტურად შეგნებული გადაწყვეტილებით და აბსოლუტურად მიზანმიმართულად, ან არ ერევა პროცესში, ან თუ ერევა ქართული ოცნების მომხრეთა სასარგებლოდ და შესაბამისად პროტესტის მონაწილეთა საწინააღმდეგოდ ამ უკანასკნელებს იჭერს, ხოლო პირველებს არც არაფერს ეუბნება. მაგრამ თანაზომადი, თანაბარძალოვანი და თანაბარ რაოდენობიანი ორი ჯგუფი ბუნებაში არ არსებობს. ის 1000, 1200, 1500, ოკეი, 2500, ოკეი, 3000 მოძალადე, რომელიც გამოსულია ახლა ქუჩებში, ბანდიტები, ტიტუშკები, რაც გნებავთ ის დაარქვით, ისინი უმრავლესობა კი არა, ყველა მათგანი დახელფასებულია ქართული ოცნების შავი სალაროდან, ან დედაქალაქის მერობის კანდიდატის ბანდიტი კახაკალაძის მიერ უშუალოდ. დახელფასებულები თუ დahonoriarebulები რომ არ იყვნენ, იმ 3000 სულ მაქსიმუმ გეუნებით ისიც სად არის 3000, მაგრამ ოკეი, ვთქვათ 3000 კაციდან 3 კაციც კი არ გამოჰყოფდა ცხვირს გარეთ. დახელფასებულობაში მაინც და მაინც კალაძის მიერ კონვერტით თუ კონვერტოთ მარჯვენა თუ მარცხენა ჯიბეში ფულის 100 თუ 500 ლარის ჩაკუჭვას არ გულისხმობ. შესაძლოა ბევრ მათგანს პირდებიან რომ მოაგებინებენ ტენდერს. ბევრ მათგანს პირდებიან რომ ექნებათ ესა თუ ის შეღავათი. ბევრ მათგანს პირდებიან რომ მიხედავენ მათ ავადმყოფ მშობელს ან ჯანმრთელობა შერყეულ მეუღლეს ან სხვას და ამ სარგებელის თეორიულად მიღების იმედით ბევრი მათგანი გამოდის და უჭირავს ხელკეტი და უსწორდება ქართული ოცნების ბანდის მოწინააღმდეგეებს. ეს ერთი ამბავია, ერთი კარგი ამბავია, რომ ამგვარი მოქალაქე ჩვენ გვყავს ბევრი და მეორე რაც პირველია და პირველ ყოვლისა, რუსული რეჟიმის აქ დამკვიდრების მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს, რომლებიც ბღერიან ოლე ოლა და ასევე სკანდირებენ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ოლე ოლა ვისაკადრეთო და მე რაც გრძელდება და როგორც გრძელდება ეს ვისაკადრეთო, აი ეს ვისაკადრეთო ამბობს ქართული ოცნება და კალაძე პერსონალურად გასცემს ბრძანებას, რომ დაუნაყეთ ცხვირი, ცოტა უფრო მძიმე სიტყვებითაც, დედა უტირეთ უკლებრივ ყველას, ვინც ჩვენ გვაგინებს. თქვენც გაგინებთ, მეც მაგინებს, როგორც დედაქალაქის საუკეთესო თუ კარგ მერსო და აყი ამიტომაც გამოდიან მოძალადე ჯგუფები, თუმცა დასტურდება, რომ პოლიციის არ ყოფნა საწყის ეტაპზე იყო შეთანხმებული მინისტრად წოდებულ გელაძესა და მერად წოდებულ კალაძეს შორის ამ უკანასკნელმა მაღალი ალბათობით სთხოვა შემდეგი. პირველი ნახევარი საათი 40 წუთი 45 წუთი მიეცით ჩვენს მომხრეებს, ანუ ქართული ოცნების მომხრეებს, ამ ოლე ოლაელების თან გასწორების შესაძლებლობა დაუნაყონ ცხვირი, აჩვენონ ვისი დედისტირების დღე დგება და უკვე შემდგომ ჩადექით შუაში და შუაშიც რომ ჩადგებით, შუაში კი არ დააშორიშოროთ შუაში მყოფებმა ეს ორი ჯგუფი, არამედ გადმოდით ჩვენ მხარეს და თქვენს ერთგვარად ან ტექნიკურად ან ისე რომ არ შეგემჩნეთ, იძალადეთ მოქალაქეებზე, თუ ვინმეს დააკავებთ სწორედ მოწინააღმდეგე მხრიდან და არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ ჩვენ მოძალადეებს, ანუ ჩვენ ტიტუშკებსო და იქით უკვე საინფორმაციო პროგრამა კი არა პროპაგანდა ჩაირთო და ტიტუშკებს უწოდებენ იმ პირებს, რომლებმაც ტელევიზიიდან ვარაზისხევის გავლით ამოიარეს მელიქიშვილის გამზირზე და სკანდირებდნენ, აკი გითხარით, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ტელეკომპანია იმედი და თუ სხვა
პროპაგანდისტური არხები ავრცელებენ კადრებს, როგორ აგინებენ დემონსტრანტები კალაძის მომხრეებს. მე არ დაგიმალავთ, რომ გინება აქეთა მხრიდანაც იყო. დოკუმენტები, ფაქტები ადასტურებს ამას. დიახ, მშვიდობიანი მოქალაქეები, მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც მიემართებოდნენ, მიეშურებოდნენ რუსთაველის გამზირისაკენ და შეგნებულად გაჩერდნენ მელიქიშვილის გამზირზე, ისინიც იგინებოდნენ, განა არა. მაგრამ არ დაგიმალავთ და მთავარი აქ სხვა რამეა. მთავარი არის ის, რომ ხალხი მეტი რომ შეკუჩებულიყო და შექმნილიყო ეგრეთ წოდებული ეფექტი ტალკუჩკა, ხო, ეფექტი იმისა, რომ ბევრი ხალხია და ამ ბევრ ხალხს რომ დარეოდნენ კუნთმაგარი ბიჭები, ეს გააკეთა, ეს უზრუნველყო და გააკეთა სწორედ კალაძის ბრიგადამ, რამდენიმე მანქანამ, ოდნავ მოშორებით დაახლოებით თარხნიშვილის ქუჩის, ყაზბეგის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენადაც ხვდები, ჩახერგა გზა მელიქიშვილის გამზირი, შესაბამისად მეტი და მეტი მოქალაქე შეიკრიბა უშუალოდ სასტუმრო საქართველოსთან და სხვა კადრებიც ვრცელდება, როგორ ჩვეულებრივი ყოველგვარი გინების, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე მიმდინარეობს აქცია პროტესტის მონაწილეებისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცველებისა, ასე ვქვიათ, ხო, თუ სხვაგვარად რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ აი მემარცხენე ჯგუფისა და ერთი გოგონა ტრადიციულად სკანდირებს, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, თითქოს ვერც ამთავრებს, რომ იქით მისგან მარცხნივ და ჩვენგან კადრიდან შესაბამისად მარჯვნივ იწყება ამ მოძალადე ტიტუშკების მასობრივი გამოვარდნა, გამოცვენა და ჩხუბი, ორგანიზებული, კოლექტიური, ჯგუფური ჩხუბი, მშვიდობიანი, არაფერს რომ არ აშავებენ იმ მოქალაქეების წინააღმდეგ. აქვე ვიტყვი, რომ გავრცელდა სხვა კადრებიც, გავრცელდა კადრები, როგორ უჭირავს ერთ-ერთ ტიტუშკას ხელკეტი რეზინისა და როგორ ურტყამს მშვიდობიან დემონსტრანტს, რომელსაც არ უყვარს და არ შეიძლება რომ უყვარდეს, არ მოსწონს და არ შეიძლება მოსწონდეს კალაძე და ამ უკანასკნელს მიიჩნევს რუსად. როგორ ურტყავს გამეტებით, პოლიცია თითქოს განარიდებს უკვე, ესე იგი დაახლოებით 15-20 წუთის შემდგომ გადაღებული, აი ძირითადი ჩხუბიდან 20 წუთის შემდგომ გადაღებული კადრებია. პოლიცია თითქოს განარიდებს და ეს ტიტუშკა ეუბნება შენიანი ვარ, ბიჭო, ანუ არა დამაკავო. პოლიცია გამოვართმევს ამ ხელკეტს და უშვებს. ანალოგიური დანაშაულისთვის. მე მინდა გითხრათ, დანაშაულისთვის კი არა, ანალოგიური არა, უფრო მძიმე დანაშაულს ჩადის ეს პირი და გაცილებით ნაკლები ხარისხის დანაშაულისთვის, იცით თქვენ რომ მოქალაქეები სასჯელს იხდიან ჩვეულებრივი ქუჩის გადაკეტისათვის და ამასთან იმგვარი ბრჭყალებში ძალადობისათვის, რომელიც მათ ვერც უმტკიცდებათ, ისევ და ისევ ანდროს ჭიჭინაზე, ისევ და ისევ ცეცხლაძე, ისევ და ისევ ონისე ცხადაძე, სხვები უნდა ვახსენო. ამიტომ ოცნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოცნება კალაძის შტაბი ერთმანეთთან შეკრული ბანდიტები არიან, კვლავ ვიმეორებ, დაახლოებით 3000 ტიტუშკა ყავთ და არა უმეტეს. ხოთა შორის მე ერთ-ერთმა იუზერმა მომწერა საჯაროდ ვეღარ პოულობ უბრალოდ მაინც ისა, მაგრამ მაინც შემიძლია დავასახელოთ, თორსა მის გვერდზე იყო, არ შეიძლება მე არ მომწერა, ვინმე მიქელაძემ მომწერა, ჯერ შეურაცხყოფებით ამავსო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მიქელაძემ მომწერა და თქვა უფრო ზუსტი რო ვიყო, რომ აი 9 საათი 45 წუთი რომ არ იყოს პოლიცია, თქვენ გაჩვენებთ სეირსო. აი ამ არ ამზადებს, ვინც ჩვენ, ანუ მათ ოლეოლას უმღერითო, მათ არავინ არ უმღერის ოლეოლას. თუ ვინმე ოლეოლას მღერის და მღერიან განა არა ახალგაზრდები, უმღერიან სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილის ბანდიტებს, რომლებმაც ეს ქვეყანა ამ დღეში ჩააგდეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ოლეოლას სიმღერის გაჩერებას, ხო, სიმღერის გაჩერებას, ოლეოლას გაჩერებას ვერ მოახერხებს ქართული ოცნება, რაც არ უნდა 3000 კი არა, 6000 კაცი, 6000 ტიტუშკა გამოყაროს და 6000-ვეს დაურიგოს ცეცხლსასროლი იარაღიც კი. ხო, ეს არ არის სამოქალაქო ომი, კიდევ ვიმეორებ, ქართულ ოცნებას კი უნდა რომ წარმოაჩინოს თითქოს სამოქალაქო ომია, რომ მერე იქნება და საგანგებო მდგომარეობაც ის შემოიღოს და
და თქვას, რომ მე აღვკვეთე მოქალაქეთა ერთი მსხვილის ჯგუფის დაპირისპირება მოქალაქეთა მეორე მსხვილ ჯგუფთანო პირველი ჯგუფი, მისი მომხრე ჯგუფი, კვლავ ვიმეორებ, ვინც მართლა ამღებია იარაღისა თუ ხელკეტისა, არის არაუმეტეს 350 კაცისა, ხოლო დანარჩენი 2700 თუ 2650 კაცი, რასაკვირველი არის დახელფასებული და ხელფასს როგორც კი არ მისცემს ან ვერ გადაუხდით კალაზე, თუ ქართული ოცნება საკუთარი შავი სალაროდან, ისინი ისე შეიყუჟებიან სამზარეულოებში და ისე შეწუხდებიან ქართული ოცნების ამგვარი ქმედებებით, როგორც მე მიყურებთ ახლა თქვენ. ახლა ერთი პირი უნდა გავიხსენო, კახა კალაძე, შემიძლია ვიდეოს გაჩვენოთ, მე გავაზიარე თუ არ ვცდები. და აი ნანუკა ქაჯაია მას აჩვენებს კადრს, გახსენიო შენს ტელეფონშიო, ჩანს კალაძის ტელეფონია და კალაძე ნახეთ რას ამბობს. აბა ვინ არის რაღაც სხვა ჯიშია, ხალი არ არის, სად არის ხალი? აბა მისცა გეთმა სად არის ხალი ერთი მაჩვენეთ და ასე შემდეგ. აქ ვრცელდება და გავრცელდა მეორე კადრის ხალისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახავ, აღარ გადმომიწერია სიმართლე გითხრათ. ხალისა ატირებული გოგოსი, რომელიც ამბობს, რომ მას ეშინია, რომელიც ამბობს, რომ მას არასოდეს შეშინებია ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ახლა უკვე ეშინია და დეტალურად აღწერს რა ამბავი გადახდა უშუალოდ ამ ახალგაზრდა გოგოს. ქალებს სათხედავ, აქ არც ერთი არაა ქალი არაა არც ერთი სხვა ჯიშს, რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის აქ, სად არის ქალი, აბა მითხარით ერთი მაჩვენეთ რომელია ქალი. აი ამას თუ გამოჩნდება მეორე კადრი, პატარა კადრი, აი გოგო რო ყავს მოგდებული ერთ-ერთ ცხოველს, ორფეხა ცხოველს, აი ამ გოგოზე ლაპარაკობს, რომ ეს ქალი არ არისო, ხოლო ამ ადამიანზე, ამ საკუთარ მომხრე ტიტუშკაზე არაფერს ამბობს და ვინც ის კულუარებში აქებს კიდეც. დიახ, კალაძეს ქალი ჰგონია, ასე უნდა ვთქვა, მაპატიეთ, მაგრამ რთული სათქმელია, მაგრამ კალაძეს ქალი ჰგონია მორჩილი. კალაძეს ქალი ჰგონია ის, ვინც მას ან კაცს ზოგადად, ზოგის კაცობა რა ვთქვი, მაგრამ მაინც ემონება. კალაძეს ქალი ჰგონია მხოლოდ ის, ვინც ტიკტოკებით, ტიკტოკში გამოაქვეყნებს ხოლმე ამ სახალისო ან ნახევრად სახალისო ტანცი-მანცი ვიდეოებს. სადაც ამ ვიდეოებიდან ჩანს, ამ ვიდეოებიდან დასტურდება, რომ ამ ქალბატონებს და კონკრეტულ ქალბატონს არაფერი აღელვებს. არც ფინანსური პრობლემები აქვს, არც ემოციური პრობლემები აქვს, თუმცა ამ უკანასკნელში სიმართლე გითხრათ ეჭვი მეპარება გავრცელებული ჭორების გამო. არც არანაირი პრობლემა აქვს და მხოლოდ სატიკტოკეთ სცალია. იმ ქალს, ვიზეს ახლა მე ვლაპარაკობ, ხო, არ ვახსენებ. ამ ქალებისა არ ესმის. კალაძესაც არ ესმის ამ ქალებისა. საერთოდ კალაძეს უნდა, რომ ქალი იყოს სამზარეულოში და მაქსიმუმ ტიკტოკში. არა, უფრო ზუსტი რომ იყო. სხვა ქალები იყვნენ სამზარეულოებში, ხოლო მისი, მოდიში ასე უნდა ვთქვა, მისი ქალი, არასწორი სიტყვაა, მე ვაღიარებ, მისი მეუღლე იყოს ტიკტოკში. ტიკტოკში და არა მხოლოდ მისი, არამედ ელიტა იყოს პარიზებში, ლონდონებში, დუბაიში, პეკინში, ტოკიოში და ასე შემდეგ, იყოს პოდიუმებზე, იყოს სცენებზე, ხოლო უკლებლივ ყველა სხვა ქალი გენდერულად, კი არა, სქესითაც და გენდერულადაც ქალი იყოს სამზარეულოში შეყუჟული და არ გამოდიოდეს და არ ჩხუბობდეს ამ რუსქართველების წინააღმდეგ. ქართულ დიდარ ენაში არ არსებობს ასეთი სიტყვა არაქალი. კალაძე ცდილობს ამგვარი სიტყვის დამკვიდრებას, ამბობს რა, რომ ქალებს სათხედავ გაურკვეველი ჯიშისანი არიან. და უკლებლივ ყველა ქალბატონი, ვინც იყო და არა მხოლოდ ქალბატონი, ყველა ვინც იქ იყო მელიქიშვილზე გუშინ, იმსახურებს ცხადია პატივისცემას და საერთოდ ყველა იმსახურებს პატივისცემას, ვინც ქართული ოცნების ბანდის მოწინააღმდეგეა. კალაძე ცდილობს და ამკვიდროს ტერმინი არაქალი, ასე პირდაპირ ვერ ამოთქვამს, მაგრამ მაინც.
სამაგიეროდ ამას ვერ მოახერხებს დასაკვირველია, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს უკვე დამკვიდრებული მდიდარ ქართულ ენაში სიტყვა არაკაცი. აი, ქართული ოცნება კალაზის ჩათვლით, ყავა კალაზი ავანგარდშია მათ შორის, ქმნის არაკაცების ქვეყანას. და საკუთარ მაგალითზე აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს კაცი, არა მხოლოდ საკუთარ მაგალითზე, არამედ იმ ტიტუშკების მაგალითზეც, რომლებიც ესე ძალადობდნენ მოქალაქეებზე. აი ესე სკროლვით 2-3 ინფორმაციას გადავხედავ, თუ რამ საინტერესო აღმოვაჩინე ვიდეო. თქვენიანი ვარ, ოცნება ვარ, ესე წარმოუთქვამს ხელჯოხიან, ხელკეტიან ახალგაზრდა კაცს და ამიტომაც წაართვეს ხელკეტი, მაგრამ ის არ დასაჯეს. აქ ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნგრელი ჟურნალისტი დაშავდა, რომელიც ამ ყველაფერს აკვირდებოდა. აქ ვრცელდება კადრები ოცნების შტაბიდან, კალაზის შტაბიდან, როგორ ისვრიან რაღაც ნივთს, მოხვდება ეს პოლიციელს, მაგრამ ამის გამო არავინ ისჯება ოცნების ტიტუშკებიდან. ეს იყო დინარა. ერთს დავანებოთ თავი ლევან ხაბეიშვილს. და კიდევ ერთი ამბავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არამზადები და არაკაცები ხვალ მივლენ და ქალების სადღეგრძელოს დალევენ. აი ისინი, ვინც უშუალოდ ძალადობდა, ფიზიკურად ვინც ძალადობდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ამ შემთხვევაში ქალებზე. ესეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა და როგორც ჩანს, დაფიქსირდება მომავალშიც, არა მხოლოდ 4 ოქტომბრამდე, არამედ იმის გამოც, რომ 4 ოქტომბრის შემდეგაც არ გაილევა პროტესტი არსად, ქართული ოცნება წავა სრული დიქტატურის დამყარებაზე, მაგრამ 3000 კაცი ამას არ ეყოფა, ხოლო 30000 თუ 50000 მსხვილესი ჯგუფის დახელფასებისათვის არ ეყოფა რესურსი ისედაც გადამგდებ ქართულ ოცნებას, რომელიც ამ ქვეყანას მიზანმიმართულად ანგრევს და ცდილობს, რომ სამოქალაქო ომის ინსპირაცია მოხდეს კი არა, თქვას, რომ ეს არის სამოქალაქო ომი და აკი ამიტომაც უნდა ჩაერიოს საქართველოს ხელისუფლება და წოდებული ბანდა ამ პროცესებში და აღკვეთოს ყველაფერი მათ შორის, ვინც ის მათ უნდათ, რომ გამოაცხადონ კომენდანტის საათიც კი, მაგალითად საღამოს 9 საათიდან. მე გეტყვით პირდაპირ კომენდანტის საათის გამოცხადების შემთხვევაში კომენდანტის საათს წესებს ქართული ოცნების ბანდის მიერ დაწესებულებს არც არავინ დაიცავს. მეცაც გეტყვით, რაღაცა გამხელა, მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება განიხილავს კომენდანტის საათის ან საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. შემოიღოს და იყოს. არ გაჩერდება ხალხის მდინარე, არ დასრულდება ხალხის მდინარე, იმიტომ რომ საქართველო რუსულგვარიანი ქართველებისაგან რეალურად გასან თავისუფლებელია. ნახვამდის.